თელავის ხევზე ნაპირსავაგრის სამუშაოები გრძელდება. ტერიტორიიდან ქვაღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია. ადგილზე კვლავ მუშაობს მძიმე ტექნიკა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის ხევის გაფართოებისა და გაღრმავების სამუშაოები. ქალაქის მასშტაბით საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება მთლიანად აღდგენილი არის. თელავის ხევის სამუშაოების ძირითადი ნაწილი ფაქტიურად შესრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა 3 ლოკაციაზე, ისევე როგორც ეპიცენტრში, ასევე მიდის მუშაობა სათავე ნაგებობასთან. რაც შეეხება მესამე ლოკაციას, მიმდინარეობს სამუშაოები სოფელ გულგულის მისადგომებთან თელავის ხევის ქვედა მონაკვეთზე, სადაც ასევე რთული სიტუაცია იყო. იქაც სიტუაცია ახლა განმუხტულია, გაწმენდილია კალაპოტი, მიმდინარეობს არ დასრულებულა კალაპოტის გაწმენდა, მიმდინარეობს იქაც კალაპოტის დაღრმავება და გაწმენდითი სამუშაოები. ასევე სამუშაოები გრძელდება კისის ხევის კალაპოტის ფორმირებაზე და დაღრმავებაზე. იქაც ეს პროცესები საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, ეს ერთ-ორ დღეში ნამდვილად ვერ დასრულდება. სასმელ წყალთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება პრობლემებზე მუშაობა. თვითონ ამ ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიებზე ყველგან აღდგენილია სასმელი წყლის მიწოდება. ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველგან აღდგენილია. ერთ კორპუსშია დარჩენილი ამ პრობლემის მოგვარება, სადაც დროებით დადგმულია გენერატორი და მის საშუალებით ხდება მიწოდება.